საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ახალი კომპიუტერული ტექნიკა აქვს. საჩუქარი ქართველებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ კენტ ლოქსტონმა გადასცა. დახმარების ინიციატორი კი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საერთაშორისო სამსახურია, რომელიც მსგავს აქტივობებს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო განვითარების ინიციატივის ფარგლებში გეგმავს. ტექნიკური დახმარების გადაცემის ცერემონიას საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძეც ესწრებოდა. ეს არის კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც ჩვენ განმოგცა ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკის სამსახუროა. ჩვენ 5 წელია თანამშრომლობთ ჩვენ ამერიკელ კოლეგებთან, ძალიან ბევრ რამეს გვეხმარებიან, ეს ანიკულების ხარისხის გაუმჯობესება, თანამშრომლობის ტრენინგი. ეს ერთ-ერთი ეტაპი არის, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, მათთან თანამშრომლობის და მათი მხარდაჭერაში. მოხარული ვარ, რომ დღეს ვესწრები ამ ცერემონიალს. ეს არის კომპიუტერები $27,000 ღირებულების, რომელიც გადაეცა საქსტატს. შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დახმარებით, რომელიც მიმართულია სოფლის მეურნეობის სფეროში სტატისტიკის გაუმჯობესებისთვის. ეს გახლავთ ნაწილი $1,500,000 დახმარებისა, რომლითაც საქართველოს შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ეხმარება.